დემოკრატია მართლობის ყველაზე ცუდი ფორმაა. გარდა ყველა სხვა მართლობის ფორმისა, რაც კაცობრიობას ოდესმე უცდია, თქვა უინსტონ ჩერჩილმა. მაშ რა არის დემოკრატიაში ცუდი და რატომ არ არსებობს მასზე უკეთესი მართლობის ფორმა? დღეს ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. საქართველოში არსებობენ ადამიანები და ზოგიერთს ვიცნობ მეც, რომლებიც ძალიან კარგად აცნობიერებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება გააძლიერებდა თავის ავტორიტარიზმს და უფრო მეტად დიქტატურული გახდებოდა. თუმცა ამისდა მიუხედავად, მაინც ქართულ ოცნებას დაუჭირეს მხარი. რატომ აირჩიეს ამ ადამიანებმა, რომ უკეთესია დიქტატურულ სტრუქტურაში ცხოვრება ვიდრე დემოკრატია? ამაზე პასუხი ცალსახაა. მათ აწყობთ დიქტატურის ის ფორმა, რომელსაც სთავაზობდა ივანიშვილი არჩევნებამდე. ანუ ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მათ აწყობთ სათავისო დიქტატორი. დემოკრატიაში ცუდი არის ის, რომ თუ კი ის, რაც მაწყობს მე, არ აწყობს უმრავლესობას, მაშინ მე დავმარცხდები. ამ ადამიანებმა ეს ძალიან კარგად გააცნობიერეს, თუმცა მათ ვერ გააცნობიერეს ის, თუ რა ხდის დიქტატურას უფრო ცუდს, ვიდრე არის დემოკრატია. მაგალითები დავიწყოთ. პირველი, რა გარანტია მაქვს იმის, რომ ადამიანი რომელიც დიქტატურის დამყარებამდე რაღაცას მთავაზობს ან რაღაცით აპირებს ჩემს მოსყიდვას, იგივე დარჩება ამავე საკითხის მიმართ არჩევნების შემდგომ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფმა ინანა ის, რომ ქართულ ოცნებას მისცა ხმა. ინანა მას შემდგომ, რაც დაინახა, რომ აქციები, რომლებიც იმართებოდა პარლამენტის წინ, იყო უსასტიკესად დარბეული. თუმცა დამატებითი სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ აქციების სასტიკი დარბევა ხდებოდა არჩევნებამდეც, შესაბამისად ამ ადამიანებმა გულის სიღრმეში რომ ჩაიხედონ, მათ წინასწარვე იცოდნენ, რომ ბრჭყალებში კეთილი დიქტატორი არც ისეთი კეთილი იყო, როგორც მათ ეგონათ. მეორე, დიქტატურა არ არის პროგნოზირებადი მოვლენა. დიქტატორი შეიძლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს სხვა დიქტატორმა, რომელიც უკვე აღარ აღმოჩნდეს ისეთი, როგორც მე მაწყობდა. ან თუნდაც ძალისმიერი ცვლილება არ მოხდეს, ადრე თუ გვიან დიქტატორს ანაცვლებს მისი მემკვიდრე დიქტატორი, რომელიც ასევე შეიძლება არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორც მე მაწყობდა მანამდე. შესაბამისად შევდივარ აქაც ჩიხში. მესამე და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ კი დიქტატორი მანიპულირებს რაიმე თავისთავადი სიკეთით, იქიდან გამომდინარე, რომ დიქტატორს აუცილებლად ყავს მოწინააღმდეგეები, ამ მოწინააღმდეგეების გონებაში ეს თავისთავადი სიკეთე ილინკება დიქტატორთან, შესაბამისად ეს თავისთავადი სიკეთე მათთვის შეიძლება უკვე ბოროტებად იქნეს აღქმული. არ დავაკონკრეტებ კონკრეტულად რას ვგულისხმობ, ყველა თავის თავში ჩავიხედოთ და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა მივხვდებით. შესაბამისად დიქტატურა არ აწყობს არავის. ხშირ შემთხვევაში თვით დიქტატორსაც კი, რადგან უამრავი დიქტატორი ჩამოუგდია ძალისმიერი მეთოდებით და ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლეც კი დამდგარა საფრთხის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში მოუკლავთ, ხშირ შემთხვევაში დაუსახიჩრებიათ ან სამუდამოდ გაუშვიათ ციხეში. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ხშირად ისმევა. განა მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები არის ძლიერი და განვითარებული? განა ავტორიტარული და დიქტატურული ქვეყნები არ არსებობენ ისეთები, რომლებიც მსოფლიოს აზანზარებენ? კი ბატონო, ეს ასია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ჩინეთი, რომელმაც უდიდესი ეკონომიკური გარღვევა შეძლო. ჰყავს უძლიერესი ჯარი. და დღეს ტერმინ ჩინურის ხსენებაზე არამხოლოდ უხარისხო და იაფი ნივთები მოგდის თავში, არამედ უმაღლესი ხარისხის ტექნიკაც. მაგრამ მოდით ცოტათი კრიტიკულად შევხედოთ საკითხს. კი, ჩინეთი გარე სამყაროსთვის მართლაც უძლიერესი ქვეყანა არის, მაგრამ რამდენად ისახება ეს ჩინეთის რიგით მოსახლეობაზე? თუკი ჩინეთის დედაქალაქი ბეიჯინგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე ქალაქს, იგივეს თქმა შეუძლებელია მაგალითად განსუს რეგიონზე, სადაც ერთი ადამიანის ხელფასი შეიძლება 600 ლარის ექვივალენტზე უფრო ნაკლებიც კი იყოს. ასევე მოვიყვანოთ რუსეთის მაგალითიც. თუკი მაგალითად მოსკოვზე და პეტერბურგზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ განვითარებული ქალაქებია, იგივეს თქმა შეუძლებელია თუნდაც მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ვოლგოგრადზე, სადაც 2017 წლის კვლევის მიხედვით 18% მოსახლეობის ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 63% იღებს საშუალოზე დაბალ ხელფასს. ეს რაც შეეხება მილიონზე მაღალ ქალაქებს, ხოლო არსებობენ ისეთი ქალაქები, რომლებიც უფრო მცირე მოსახლეობიანია და მათი გაჭირვების დონე გაცილებით მაღალია. რომ შევაჯამოთ ჩვენში გავრცელებულ ფრთიან ფრაზას გლეხი კაცისთვის არავინ არ არის, მოეძებნება პასუხი. სწორედ გლეხი კაცისთვის არის დემოკრატია. ცუდი მმართველობის ფორმა, თუმცა მასზე უკეთესი ჯერ არაფერი შექმნილა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი
დემოკრატია შექმნა საქართველოში.